მოგესალმებით მეგობრებო. დღეს განსხვავებული განსაკუთრებული სტუმარი მყავს ლევან მეტონიძე, სოციოლოგი, იგი ჩაგვერთვება გერმანიიდან. მოგესალმები ლევან. მოგესალმები ნიკა. და ლევანს აქვს ძალიან საინტერესო პროექტი, რაზეც ახლა ვისაუბრებთ და გაგაცნოთ ამ ყველაფერს და მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ლევანის პროექტი ეხება ზუსტად ჩვენ საერთო სამშობლოს, აფხაზებს, ოსებს და დანარჩენ სხვა საქართველოს და ეს იქნება ერთგვარი ხიდი. ლევანს ძალიან კარგი ფორმულაც კი აქვს, ეს არის ქართულ-აფხაზური შერიგების ფორმულა, რაც უდაოდ მისასალმებელია და დეტალებზე თავად ლევანი მოგვახსენებს. ლევან, გისმენთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მადლობა მოწვევისათვის. ძალიან საინტერესო პოდკასტი გაქვთ, ასე თქვათ, საინტერესო სტუმრებით და პატივია თქვენთან მონაწილეობა. ესე იგი, ხვალ უკვე 27 სექტემბერია, სოხუმის დაცემის დღე. ჩვენთვის ძალიან ტრაგიკული დღე და ამ დღეს ხვდებით ყოველთვის, ყოველ წელს დიდი ტკივილით, დიდი განცდებით და მე მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ყოველთვის მცირე ნაბიჯი იდგმება წინ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისაკენ. თუმცა მაინც უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად თქვათ ქართული მხარის ძალისხმევისა, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამების, შეთავაზებების, მაინც დიდი შედეგი არ აქვს სამწუხაროდ და ჩემი ინტერესის სფერო ეს გახდა ეს ქართულ-აფხაზური კონფლიქტი და ჩვენი სამშობლოს დანაწევრების ფაქტორი დაახლოებით 2013-14 წლიდან, ასე ვთქვათ, კვლევის საგანი. ბუნებრივია, ამაზე ყოველთვის გული მტკიოდა, მაგრამ ვთქვათ, ეს სოციოლოგიის კუთხიდან დაინტერესება და ამ საკითხით ჩემი ამ საკითხში ჩართულობა დაახლოებით ამ დროდან იწყება და ჩვენ ხა ყველამ ვიცით, რომ იქ ადგილზე ფაქტიურად ჩვენ ვერ ჩავდივართ, იქ ველზე ადგილზე კვლევები არ ტარდება ჩვენი მხრიდან, ვერ ტარდება და ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ მე ამ ხალხთან მესაუბრა სოციალური ქსელების მეშვეობით. ჩვეულებრივ ადამიანებთან რა. და დანარჩენი მე კვლევაძიება, ვთქვათ, არქივები, ისტორიული ნარკვევები თუ ინტერვიუები და ასე შემდეგ. ეს იყო უკვე დანარჩენი კვლევის საგანი და როდესაც ამ ხალხთან დავიწყე ურთიერთობა თავიდან, რა თქმა უნდა, ძიმეთ წარიმართებოდა. მეც არ მქონდა გამოცდილება, ახალგაზრდა ვიყავი უფრო მეტი ემოციები ჭარბობდა ჩემში და არ ლაგდებოდა, მაგრამ ნელ-ნელა მე რაღაცა დაღვინებისაკენ წავიდა, ასე ვთქვათ, ჩემი მიდგომა და უფრო მეც ვითმენდი, ვიდრე ვთქვათ ისინი ჩემგან. მე მათგან უფრო მეც და უფრო დამთმობი ვიყავი და ეს ამ დათმობებმა გარკვეულ დიალოგებში შემიყვანა საკმაოდ საინტერესო ადამიანებთან. ახალგაზრდებთანაც, ძველგაზრდებთანაც, ქალთანაც, კაცთანაც. ანუ ძალიან ბევრ ადამიანთან ვარ ნასაუბრები და ძირითადი, ყველასგან ასე კრებსითად რო ვთქვათ, იყო ესეთი ფრაზა მოდიოდა: "Нет доверия к грузинам". ანუ არ არის ქართველებისადმი ნდობა. და მე სულ მაინტერესებდა, რომ ეს ნდობა რაში იყო და როდის დაიკარგა და როგორ დაიკარგა და მე აქედან დავიწყე ამით დაინტერესება, რომ აბა რა იყო ეს ნდობა და როგორ შეიძლება ამ ნდობის აღდგენა და როდესაც ჩაურმავდი საკითხს და დავიწყე სხვა კონფლიქტების შესწავლა და მე-20 საუკუნის კონფლიქტები გამოირჩევა სამი მახასიათებლით, ეს არის, ყველას ქვია ეთნო კონფლიქტი, ვთქვათ, ასეთი
ქუდი, ასე ვთქვათ, არის ეთნოკონფლიქტის სახელი, მაგრამ მას აქვს ახასიათებელი რასობრივი, რელიგიური და ენობრივი. და ჩვენი კონფლიქტი, ახლა რასობრივი, ბუნებრივია, გამოირიცხება რელიგიური არის მცირე დოზით, მაგრამ მაინც არსებობს რაღაც ელემენტები და გვჩება ენობრივი კონფლიქტი. ანუ ეს ენობრივი კონფლიქტი რას ნიშნავს? როდესაც ერთ ტერიტორიაზე, ერთ პატარა მონაკვეთზე ცხოვრობს ორი ეთნოსი, რომელსაც აქვს განსხვავებული ენები და ამ ენებზე მათ ერთმანეთის არ ესმით. და აქედან გამომდინარე, გაჩნდა მოსაზრება, რომ აქ შეიძლება ეთნოკონფლიქტის ნაცვლად ჩვენ ამას უწოდოთ ერთგვარი კლასობრივი კონფლიქტი. მაგრამ კონფლიქტი არა როგორც რაღაცა მდიდარსა და ღარიბს შორის, მუშასა და ბურჟუას შორის, არა ასე არა. არამედ როგორც საკუთარ ენაზე განვითარების პერსპექტივის მქონე და ამგვარი პერსპექტივის არ მქონე. აი ამ ორ ეს იძლევა გარკვეულ განშრევებას და ჩვენ ქართველები ჩვენი დიადი ენისა და ანბანის საფუძველზე და მეშვეობით გვაქვს განვითარების საშუალება და ვითარდებით და ყველაფერი ჩვენ ენაზე გვაქვს, ხოლო აფხაზებს აქვთ თავიანთი ენა, მაგრამ მათი ენა არ ვითარდება. თვითონ ვერ შეძლეს საკუთარი ენის განვითარება, თუმცა აქვთ მათ ასევე დამწერლობაც. მაგრამ ეს დამწერლობა არის შექმნილი ცარიზმის დროს, იყო ასეთი პიროვნება გენერალი უსლარი, რომელმაც მათ შეუქმნა დამწერლობა და იქვე დასძინა, რომ მართალია ქართული ანბანი არის იდეალური ყველა კავკასიური ენისათვის, ნუ ჩრდილო კავკასიურ ენებს გულისხმობდა, მაგრამ თუკი ჩვენ ამ ფაქტს დაუშვებთ და ქართულ ანბანს გამოვიყენებთ აფხაზური ენისათვის, მაშინ ჩვენ პოლიტიკურ გავლენას დავკარგავთ და რუსიფიკაციის პოლიტიკა, რადგან ცარისტული რუსეთი ახორციელებდა კავკასიაში და მათ შორის საქართველოშიც, ანუ ეს იქნებოდა არაეფექტური. საბამისად გადაწყდა, რომ მქონოდათ აფხაზებს კირილიცაზე, ანუ რუსული გრაფიკის გამოყენებით შეუქმნეს ანბანი. უკვე ცარიზმის დამხობის შემდეგ და კომუნისტური რეჟიმი როდესაც დამყარდა, ლენინურმა რეფორმებმა გადაიყვანეს ისინი ლათინურზე. ლათინურიც ასევე ბუნებრივია ინდოევროპული ანბანია და შესაბამისად არც იმან არ იმუშავა აფხაზური ენისათვის. და უკვე 38 წელს, ახლა მოკლედ ყვები, რომ ძალიან არ მომენელს თავი. უკვე 38 წელში სტალინის ბრძანებით ქართველი და აფხაზი მეცნიერები მუშაობენ ახალ აფხაზურ ანბანზე, რომელიც არის დაფუძნებული ქართულ გრაფიკაზე, ანუ ჩვენ ანბანზე. და ეს ანბანი მოქმედებდა 38 წლიდან 54 წლამდე. სტალინის გარდაცვალების შემდეგ ეს ანბანი გააუქმეს და ისევ დააბრუნეს ეგრეთ წოდებული კირილიცა. მეტი ახმელობისთვის მე მაყურებელს ახლა შემოვიტან ეკრანზე. კარგი იქნებოდა. ისაუბრეთ და დიახ, და ანუ იმის თქმა მინდა, რომ ესე იგი კირილიცა არის შეუსაბამო აფხაზური ენისათვის, რადგან კავკასიური ენა არის და ინდოევროპული ანბანი მას ვერ მოიცავს, ართულებს ბგერების გამოთქმას. აფხაზურში ძალიან ბევრი და რთული ბგერებია, ანუ ქართულზე ბევრად რთული, მაგრამ ეს ჩვენი ანბანი, რომელიც შედგება 33 ასოსაგან, დამატებული აქვს 3 ასო და 3 დიაკრიტიული ბგერა. ანუ გამოდის აი ეხლა უყურეთ ზუსტად ამ ყველაფერს. დიახ, ეს არის აფსუ ალფავიტი, ხო? აფსუ ალფავიტი. ამაზე ხალხმა ისწავლა, სკოლა დაამთავრა, დღემდე არიან ცოცხალი ადამიანები, ვინც შეუძლიათ ამ ანბანზე წერა და ეს არის ის ფაქტორი, რომელიც ქართველებს მოგცემს საშუალებას
ამანბანის აღორძინების შემთხვევაში, მაგალითად, შეთავაზება არის ჩემი მხრიდან ხელისუფლებისათვის, რომ აღვადგინოთ ეს ანბანი, გავაკეთოთ ერთი სკოლა, მაგალითად ბათუმში, ფერიის სკოლა ქვია, სადაც მუხაჯირები ცხოვრობენ, შთამომავლები აფხაზის მუხაჯირი აფხაზები, რომელიც გადაასახლეს თურქეთში და ჩვენ შევიფარეთ რამოდენიმე ასეული ადამიანი. მათი შთამომავლები დღესაც სწავლობენ აფხაზურს, მაგრამ ვინაიდან რადგანაც იგი არის კვლავ რუსულ გრაფიკაზე, როგორც აფხაზეთში მცხოვრები აფხაზები ვერ სწავლობენ და ვერ ანვითარებენ თავიანთ ენას, ბუნებრივია ენგურსაკეთა საქართველოშიც უჭირთ აფხაზური ენის შესწავლა. თუ ჩვენ მაგალითად ამანბანს აღვადგენთ და დავნერგავთ ჩვენ ეს არის ვეფხისტყაოსანი დაწერილი ამანბანზე. საოცრება რა, მე სიმართლე გითხრა, ვიცოდი, მაგრამ აი ესეთი ვიზუალი თუ ქონდა და ხო, ანუ ეს თუ რეალური ცოცხალი რა თქმა უნდა. წარმოუდგენელია რა. თუ ჩვენ ამას შევძლებთ, ჩვენ ყველაზე დიდი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, გაუქროთ დღევანდელ აფხაზებს, ვინც არიან ახლა იქ მაცხოვრებელი ხალხი, ის შიშები, ეგრეთ წოდებული ფობიები, რასაც ქვია ასიმილაციის შიშები და როგორც თვითონ ამბობენ, ამ საშინელ სიტყვას გრუზინიზაცია, ამის შიში შეგვიძლია გაუქროთ მათ. იმიტომ რომ დღეს მათ აქვს სავალალო მდგომარეობა, ისინი ფაქტიურად ითქვიფებიან რუსულ სივრცეში და ამ ენას საერთოდ კარგავენ, ბავშვები, რომლებიც დაიბადნენ ომის შემდგომ, მათი აფხაზურის ცოდნა არის, კრიტიკას ვერ უძლებს. ყველა ენათმეცნიერი ვიაჩესლავ ჩირიკბა, რომელიც გაჰყვირის, რომ გვეკარგება ენა და თუ და გვეკარგება ენა და იკარგება იდენტობა და გავქრებით, მან იცის მშვენივრად რა არის პრობლემა თავისი ენის და იმისი, რომ ეს ენა არ ვითარდება, მაგრამ ვერავინ გაბედავს. იქ თქვას, რომ ქართული ანბანი არის იდეალური აფხაზური ენისათვის და მოდით აღვადგინოთ და გადავიდეთ. ამას ვერავინ ვერ გაბედავს და ვერავინ ვერ იტყვის, მაგრამ მე ვბედავ და ვამბობ, რომ მოდით ენგურს აკეთა საქართველოში, დავნერგოთ ერთ კონკრეტულ სკოლაში ეს ანბანი და ვაჩვენოთ მაგალითი, რაოდენ ადვილია აფხაზური ენის შესწავლა და განვითარება, აი ამ ანბანზე. აი ხა მე ლევან ხედავ, რომ მაღალი პოლიგრაფიული ხარისხით არის ეს გამოცემული. ეს არის ზუსტად იმ პერიოდში დაბეჭდილი, ხო? 53 წლამდე ალბათ. ეს წიგნი არის დაბეჭდილი ბოლო წლებში, როდესაც აღმოაჩინეს როდესაც დაიძრა ამაზე საუბარი და მე ვიყავი პირველი, ვინც ამაზე საუბარი დავიწყე. ეს წიგნი მე თვითონაც ახლა აღმოვაჩინე ბატონ დავით ფაცაციასთან, მინისტრთან, რომელსაც შევხვდი და ვესაუბრე ამ თემაზე. მან მაჩვენა ეს წიგნი, რომელიც საიუბილეოდ გამოიცა. და რას მოყვა კონკრეტულად ამ წიგნის დაბეჭდა გამოცემა, მე ეს ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ეს არის გენიალური ფაქტი, რომ ეს მართლაც მოხდა, დაიბეჭდა, იმიტომ რომ ეს არსებობს. ვეფხისტყაოსანი აფხაზურად წარმოიდგინეთ. დიახ, და ჩვენი მისი ქართული გრაფიკის გამოყენებით და ესე იგი წარმოიდგინეთ, რომ ხალხი, რომელიც ცდილობს აფხაზური სახელმწიფოს ჩამოყალიბებას 33 წლის განმავლობაში და სახელმწიფო მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება ჩამოყალიბდეს იმ შემთხვევაში, თუ კი იქ მაცხოვრებელი ხალხის ენა არის მთავარი ენა. ანუ იქ საუბრობენ ამ ენაზე და საქმის წარმოება სასამართლო იქნება თუ რაც იქნება, ანუ ყველაფერი ოფიციალური, ოფიციოზი წარიმართება ამ ენაზე. მაგრამ ეს ასე არ ხდება, ყველაფერი იქ წარიმართება რუსულ ენაზე და ჩვენ ვთავაზობთ რას? რომ დავივიწყოთ, ბუნებრივია ხა მეგობრობის ხელს უწვდით, გვინდა მე მივეკუთვნები აი მშვიდობის პარტიას, ვისაც მშვიდობით უნდა მოგვარება ამ საკითხის და შესაბამისად ჩვენ ვთავაზობთ, რომ
ის რაც იყო თქვენი თავარი მიზანი ეს ომის წამოწყების თვითონ აფხაზებს გულისხმობ, ეხლა რუსულ გეოპოლიტიკას და ინტერესებს არ ვეხები, მე საუბრობ იმ წყენებზე და რაღაც იმ ჩანაფიქრებზე, მაგალითად, რაც თვითონ იქაურ აფხაზებს გააჩნდა და რაც დღემდე გააჩნიათ. ანუ მათ უნდათ აფხაზური სახელმწიფოს შექმნა, მაგრამ ისე, რომ თავიანთი ენის განვითარების არავითარი პერსპექტივა არ გააჩნიათ და ჩვენ საერთო სახელმწიფოში და ჩვენ საერთო სამშობლოში თუ კი ისინი ამ აზრამდე მივლენ, სუსტად აქ არის შესაძლებელი აფხაზური ენის გამყარება და განვითარება. და თანაც ისე, რომ იქ დაბრუნებული ხალხი, ჩვენი ვინც არიან ტობლები და ვინც აპირებს მათთან თანაცხოვრებას, მათი შვილები, თუ ჩვენ დავნერგავთ ამას კონკრეტულ სასწავლებლებში, როდესაც ვთქვათ ეს ეს იდეა განივრცობა და უფრო სერიოზულად მოეკიდება სახელმწიფო, ახალგაზრდებს, ბავშვებს მით უმეტეს გაუადვილდებათ უცხოენის შესწავლა და თუ კი ჩვენ ვიქნებით საერთო საანბანო სისტემაში, როგორც აფხაზები, ისევე ოსები, რადგან ოსური ანბანიც არსებობს. გამოვიდა მე ოსურსაც, დიახ, ოსური ანბანიც არსებობს ანალოგიური, ეხლა გამოჩნდება. ასევე 38-დან 54 წლამდე ასევე ოსებიც ამ ანბანზე სწავლობდნენ, წერდნენ, ქმნიდნენ. უკაცრავად ოსები რომელ წლამდე, ლევან? პარალელურად აფხაზებმა 38-დან 54-მდე. ანუ სტალინის სიკვდილის შემდეგ ყველაფერი გაუქმდა და გააქრეს. და ანუ დიდი შესაძლებლობების არის თვითონ ქართული ანბანი. ჩვენ ვიცით ალბათ, რომ შუა საუკუნეებში ჩვენი მეფეები ჩრდილო კავკასიელებს უქმნიდნენ ანბანს, ჩვენ შეუქმნით მათ ანბანი, ჩვენ მათი ენისათვის ჩვენივე ანბანის გამოყენებით და დღეს ნახულობენ არტეფაქტებს ქვებზე დატანილ ჩეჩნურ და აღესტნურ წარწერებს, სადაც არის ქართული ასოები გამოყენებული, მაგრამ ძნელბედობაში ამ ომიანობამ ქართული სახელმწიფოს დაშლამ, მოკლედ კავკასიაში მოგვირღვია ჩვენი სტატუსი და ჩვენ ვიყავით კულტურ ტრეგერები, ეს ტერმინი რომ გამოვიყვანოთ, ანუ საგანმანათლებლო კერა კავკასიის გული, იმიტომ ქვია საქართველოს და თბილის, რომ იგი იყო გამავრცელებელი სინათლის, ასე ვთქვათ, განათლების. და დღეს ეს ყველაფერი რუსეთის იმას ფედერაციას აქვს თავის თავზე აღებული, ასე ვთქვათ, მაგრამ როგორც აფხაზური და ოსური ენა არ ვითარდება, ისე არ ვითარდება არც ჩეჩნური, არც დაღესტნური და ასე შემდეგ. მაგრამ ახლა ეს მათი სუვერენული ტერიტორია, ჩვენ ამას არ ვეხებით, ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი სამშობლოს გაერთიანება და ამ ხალხთან შერიგება. ეს არის და ეს მოგცემს საერთო საანბანო სისტემა, გაგვიადვილებს და მოგცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენც შევძლოთ ჩვენმა ახალგაზრდებმა შეისწავლონ ეს ენა, დაელაპარაკონ ამ ხალხს თავიანთ ენაზე, შიშები გაუქრონ, ანუ თუ კი თქვენ ხართ მაგალითად აფხაზი და მე თქვენ ენაზე დაგელაპარაკებით, თქვენ გაგიქრებათ შიში, რომ მე მინდა თქვენი გაქართველება და მინდა თქვენი ენის გაქრობა და თქვენი ასიმილაცია და შეწოვა ჩემ სოციუმში. ანუ ეს შიში გაქრება და ეს იქნება რეალური. ანუ აქ ხედავ მე შერიგების ფორმულას, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ეკონომიკური აღმასვლა და აყვავება დანარჩენი საქართველოსი, რაც არის მაგალითად ლიბერალურ პარადიგმაში, როცა ვიმყოფებით ჩვენ და ასე ვაზროვნებთ, რომ თუ კი ეკონომიკურად განვითარდებით, მათ მოუნდებათ ჩვენთან დაბრუნება და თანაცხოვრება, იმიტომ რომ ჩვენ უფრო მეტი საშუალება და დოვლათი გვაქვს. ეს ასე არ მოხდა ამდენი ხანი და ალბათ არც მომავალში მოხდება, რადგან ეს ნაციონალური გრძნობები, სიამაყე და გარკვეული ღირსების ფაქტორი ამ ყველაფერს ჩამოგვიშლის ძალიან მარტივად. და ჩვენ გვჭირდება შერიგება ნამდვილი, რეალისტური, რომელიც არის დამყარებული ურთიერთ პატივისცემაზე და ურთიერთ მიტევებაზე თავისთავად. აქ ბუნებრივია გაჩნდება ესეთი კითხვა, რამდენად თვითონ აფხაზური ნაწილი მიიღებს ამას, ეხლა თქვენ კარგად ახსენეთ, რომ აფხაზეთში ცხოვრობს ხალხი, ვინც აი ამ დამწერლობით
ისავრა აფხაზური ენა. მე ალბათ ისინი უკვე უმცირესობაში არიან და მათ ეკნებათ გავლენა, რომ აი ამ ჩვენ გზავნილს აფხაზეთის მიმართულებით ადეკვატური პოზიტიური აღქმა მოყვეს. იცით რა, ეხლა მე უკვე დიდი ხანია ამაზე ვსაუბრობ, ვიყენებ სოციალურ ქსელებს და თვითონ ამ აზრს, რომ ქართული გრაფიკაზე დაფუძნებული აი ეს ანბანი კვლავ აღდგეს და მათ ამ ანბანზე გადასვლა განიზრახონ, ეს რა თქმა უნდა შეხვდნენ ამ იდეას ხიშტებით, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, მაგრამ დაყვავებაში და საუბარში ღვთისწყალობით მივახციე იმას, რომ გავაგებინე, რომ კირილიცა არის მათთვის პრობლემატური, ანუ ალიკაპია მათი ენისათვის. ეს კარგი არგუმენტი ქონდათ, იმიტომ რომ კირილიცა მით უმეტეს ლათინური დამწერლობა, ახლა ნამდვილად არ არის აფხაზური ენის გადარჩენა და მიხარია, რომ ვიღაც მაინც არის, ვინც გამოყვათ საერთოდ. კი, ბევრი ადამიანი ანუ ჟელობდნენ, რომ უი მართლა ალბათ ეს არის ის პრობლემა, რაც ჩვენ გვიქმნის მას შესწავლის პრობლემით, 64-100-ა წარმოიდგინეთ. 64-100 და 36-100 ხო განსხვავდება ერთმანეთისგან, მისი შესწავლის რამდენად გაადვილება მოხდება ენის შესწავლის და ეხლა ეს არის უბრალოდ რაციონალური დამოკიდებულება საკითხისადმი, მაგრამ რახან ისეთი ემოციები ჭარბობს იქ, ამავე დროს გეოპოლიტიკური სიტუაცია ჩვენ სასარგებლოდ არ არის მომართული, გარკვეული ქართული მხრიდან არ არის მზაობა, თანაც თქვენ რა გონიათ, რომ ქართველები იმას სიხარულით ხვდებიან ამ იდეას? რა ვინ უნდა იყოს ამის წინააღმდეგ? იცით რა? ნახშევხები ვარ და იმიტომ გამიკვირდა ეხლა ეს რა. ეს თულისაკი, იცით ახლა მე თვითონ დევნილებს ძალიან დიდ პატივს ვცემ და ძალიან ბევრს ვიცნობ და ისინი ტრავმირებული ხალხია და მათი ემოციები მესმის და არაფერს არ ვიტყვი იმ დამოკიდებულებაზე, რაც თქვათ მათ აქვთ აფხაზებთან და თავიანთ ოპონენტებთან. მაგრამ აი ის ხალხი, ვინც მაგალითად აფხაზეთთან შეხება არ ქონია, ხო, ისინიც ამბობენ, ახლა აფხაზური ენა რატომ უნდა ვისწავლო და აბა რისთვის მჭირდება და შერიგებისათვის მჭირდება. იმიტომ რომ ორი გზა არის სულ. ერთი არის ომი, ანუ თუ გინდა სამშობლოს გაერთიანება, მისთვის უნდა იომო და ომის პარტიაც სწორედ ასეთი ხალხია, რომელთაც კაფიოთ აქვს ჩამოყალიბებული თავიანთი პოზიცია, ომით დაკარგულს ომითვე დავიბრუნებთ, ეს არის მხარი, მტკიცე პოზიცია. და არის მშვიდობის პარტია, რომელსაც მე მივეკუთვნები, რომელთაც არ აქვს გააზრებული მშვიდობიანი დაბრუნება, როგორ შეიძლება მოხდეს. და რახან მე ვარ ამ პარტიის წარმომადგენელი, მშვიდობის პარტიის, ჩემი ინტერესი და მიზანი იყო იმ მეთოდის და იმ ფორმულის მოძებნა, რაც შეიძლება იყოს შემრიგებლური და რაც მართლაც რაღაც ნაყოფს გამოიღებს. ოღონდ ეს კი არა რომ ეს ერთადერთია და ეს მოაგვარებს ყველაფერს. არა, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. რადგან ენა, ეხლა ჩვენთვის თუ ენა არის ჩვენი სოციოპოლიტიკური სამების ერთ-ერთი ესეთი სვეტი, მამული ენა და სარწმუნოება და თუ ესეთი მნიშვნელოვანია ჩვენთვის ენა, ჩვენც უნდა გავიგოთ, რომ ვიღაც ჩვენი ვიზავი თუ მოწინააღმდეგე თუ ვინც გინდა დავარქვათ აფხაზ და ოს, მათაც აქვს თავიანთი ენა, თავიანთი განსხვავება, რომელსაც ისინი უფრთხილდებიან, ჭყალებში ვერც უფრთხილდებიან. ხო? ანუ თუ თანაც მით უმეტეს თუ კი საქართველო თავის თავზე იღებს აი მაგალითად იმას, რომ ჩაწერილია კონსტიტუციაში, რომ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ორი ოფიციალური ენაა ჩვენს კონსტიტუციაში, ქართული და აფხაზური. ხო და ეს აფხაზური მაგალითად ისევ კირილიცაზე უნდა დარჩეს? თქვათ და შევრიგდით, ეხა ხო? რა თქმა უნდა, ბუნებრივი კითხვაა, ხო? ხო, ისევ კირილიცაზე იქნება ისევ ვერ განავითარებენ აფხაზები თავიანთ ენას, ისევ ვერასოდეს ვერ ისწავლის ქართველი აფხაზურ ენას და ის
ისა კლასობრივი განსხვავება და განშრევება რაც იყო მაშინ და რის გამოც არის ძირი კონფლიქტის და ფესვი ის ისე ვიფეთქებს. და იგივე სიტუაცია ალბათ ცხინვალის ოლქში, ხო? ოსების მიმართ. კი, რა თქმა უნდა, იქაც არის ჩვენ ხო რელიგიური ის არა გვაქვს, არა? ანუ ოსები ბევრად უფრო ქრისტიანული მოსახლეობაა აფხაზეთში, მუსულმანებიც არიან და ქრისტიანებიც და არიან თავიანთი რელიგიაც გააჩნიათ აფხაზებს, აქ რელიგიური ფაქტორი უფრო გამორიცხულია, ხო? ხო, ანუ რელიგიური ფაქტორი ჩვენ არ აქვს, რასობრივი, ბუნებრივი არ აქვს, ხო? ისინი შავები არ არიან და არც ჩვენ ვართ შავები და არც ის ანუ რას ხო ასე უკაცრავად რო ასე არა, ესეა, ხო, ლოგიკურია. განმარტება მიწევს ახლა. ხო, განმარტება საჭირო, იმიტომ რომ ხო, ანუ რასობრივი კონფლიქტი და რელიგიური კონფლიქტი გავწიოთ გვერდზე და დავტოვოთ ენობრივი კონფლიქტი. იმიტომ რომ იცით რა, ზოგი ამბობს, რომ აფხაზებს იმიტომ უნდათ მაგალითად ჩვენი გაყრა, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით, ესე იგი, უმრავლესობა და ისინი იყვნენ უმცირესობა. კი ბატონო, ასეა. მაგრამ მიზანი რა არის უმცირესობის? რა მიზანი გააჩნდა იმ უმცირესობას? გაეყარა უმრავლესობა, რომელიც განვითარებაში უშლიდა ხელს და რის განვითარებაში? საკუთარი იდენტობის. გამოვიდა რომ უკვე ეფექტი მიიღეს, ანუ ქართველები გამოყარეს და თვითონაც ნადგურდებიან. აი საქმეც მაგაშია, რომ 30 წელზე მეტია დღეს იქ ქართველები არ არიან, ანუ ის მთავარი ფაქტორი, რომელიც ეგონათ, რომ მათ ხელს უშლიდა საკუთარი აფხაზობის განვითარებაში და საკუთარი ენის, ანუ განვრცობაში და გამყარებაში და ეს არის თვალნათელი ფაქტი, რომ ქართველი არ ყოფილა თურმე ხელი შემშლელი ამ ყველაფრის და ჩემი აზრით აი მე მივაკლია ამ პრობლემას რომ არის კირილიცა პრობლემა მათი ენის განვითარების და ჩვენ მათ არ მოვახვიოთ ეს თავზე თუ არ უნდათ ნუ მიიღებენ უბრალოდ ჩვენ ენგურს აკეთა საქართველოში ერთ სკოლაში გავაკეთოთ ეს და 2 წელიწადში ვაჩვენებთ ეფექტს რომ რაოდენ რეალისტურია ამ ანბანის მეშვეობით აფხაზური ენის შესწავლა და მასზე ალაპარაკება და მათ ისა რა ქვია აფხაზებთან საუბარი რუსული ენის გარეშე. ანუ ჩვენ რუსული ენა ყველა ამბობს რომ აი რუსები არიან ჩვენი პრობლემა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და არავინ არ ამბობს რომ რუსული ენა პრობლემა არ არის. თუკი რუსული პოლიტიკაა პრობლემა ჩვენი შერიგების გეოპოლიტიკა, ეკონომიკური პოლიტიკა, რუსული ენა არ არის პრობლემა? როდესაც შენს თან დაძმებსაც უწოდებთ, ხო, ოფიციალურად ასე არის, ხო? ჩვენი დები და ძმები, რომელთა ენა ჩვენ არ ვიცით. მათ ჩვენი ენა არ იციან, ან თუ იციან არ ლაპარაკობენ. და კვლავ ვართ ამ სივრცეში, ამ რუსული ენის სივრცეში. მე რუსულ ენას კი არ ვებრძვი. რუსული ენა მე თვითონაც ძალიან მიყვარს, პატივს ვსემ, ჩემთვის მეორე ენაა რუსული, მაგრამ დერუსიფიკაციაზე არ ვსაუბრობ, მე ვსაუბრობ დეკირილიზაციაზე. ანუ კირილიცის ჩანაცვლება ჩვენი მხედრული ანბანის ანბანით, რომელსაც ეხლა მაგ ფოტოზე აფსუო ალფავიტი ეწოდებოდა. ეს არის მარტივად და თუ რა თქმა უნდა ამას შეიგნებს ის ხალხი, ვისაც ეს ხელთეწიფება ამის განხორციელება ეს იქნება ჩემი აზრით ეს იქნება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგმული შერიგებისაკენ. კი, ახლა მაქითკენ მივდიოდი ზუსტად ლევან, თქვენ საქართველოში ხშირად გიწევთ ყოფნა ბუნებრივია თქვენი სამშობლოა. და გარდა იმისა, თქვენი სამშობლოა თან საქმიანი ურთიერთობებიც გაქვთ. აი მაგალითად ორ ნაწილად რო დავყოთ. ახლა მეცნიერული თვალსაზრისით ლინგვისტებთან ქონიათ საუბარი ამასთან დაკავშირებით და მეორე კითხვა აქვე რო განავრცოთ, როგორია დავუშვათ სახელმწიფო ნება, პოლიტიკური ნება, მოდი ესე ვთქვათ. ესე იგი, მეორე კითხვით დავიწყებ და ცოტა ვიქნები თავშეკავებული და ფრთხილი, რადგან მე ვისთანაც საჭირო იყო კომუნიკაცია მქონდა, გადაცემული მაქვს დოკუმენტები, ჩემი პროექტი,
საჭირო იყო ჩამოყალიბებული და ვარ მოლოდინის რეჟიმში. ჯერ ვარ აი ამ ეტაპზე და რაც შეეხება ლინგვისტებს, მათთანაც რა თქმა უნდა ქონდა კომუნიკაცია და უნდა ითქვას, რომ სიახლე ყველას აშინებს. იცით, ჩვენ ვინც ყავს სპეციალისტები არიან სპეციალიზირებულნი აი ამ კირილიცაზე. ეს კირილიცა ქართული მხარეც ინერტულია ამ თემის მიმართ, ну, ყოველ შემთხვევაში ისინი არიან სპეციალისტები ამ ანბანზე რა, ანუ კირილიცაზე. ეს ყველას დავიწყებული აქვს ეს ანბანი, მაგრამ მისი აღდგენა შესაძლებელია. თავარია პოლიტიკური ნება იქნეს გამოვლენილი და დანახული იქნას სარგებელი ამ ანბანის აღდგენის და მისი გააქტიურების და ნუ მე რა თქმა უნდა პოლიტიკური ნება როცა იქნება მეცნიერებიც ჩაერთვებიან. ანუ აი ეს არის უსაფრთხოების საკითხიც არის აქ, განათლების საკითხიც არის, პოლიტიკური საკითხი, ყველანაირი საკითხი არის და ეს არის ერთგვარი ზაჯვარედინი, სადაც ჩვენ ყველა სეგმენტი და ფენა და ესა ინსტიტუციები შეგვიძლია ასე გადავაჯაჭვოთ და გადავკვეთოთ ერთმანეთს. მე თან პარალელურად ისო გამოვიტან, იმიტომ რომ თან ვისაუბროთ, დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრისთვის ეს როგორც შემთვის. კი, ანუ მე კიდე ასევე ძალიან კარგი იქნება ვიზუალიც და შინაარსობრივად. დიახ, შეხვედრები მქონდა მაღალ იერარქებთან, სასულიერო პირებთან. ანუ ეკლესია ორივე ხელით რა თქმა უნდა. სად არის, რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს. აი მაგალითად თვითონ პატრიარქის კურთხევა იყო თავის დროზე და აი მაგალითად YouTube-შიც არსებობს ვიდეო, სადაც დაახლოებით 88 წელია, სადაც პატრიარქი ქადაგებისას ამბობს, რომ უნდა არსებობდეს აფხაზეთში ქართული ენა, რუსული ენა და აფხაზური ენაც. ასე ამას დასძენს, რომ ესე იგი ლიტურგია თუ არა ქადაგება მაინც შეიძლებაოდეს აფხაზურ ენაზე. ანუ წარმოიდგინეთ ძალიან დიდი პლუსი და შეღავათია ის, რომ რუსული ეკლესია არ აღიარებს მაგალითად თვითმარქვია ეკლესიებს აფხაზეთში, თან ისედაც კიდე ორად არიან გაყოფილები. ერთი თქვათ რუსეთს ემხრობა, მეორე კონსტანტინოპოლს და არც ერთისაგან აღიარება არ აქვს, ავტოკეფალია არ აქვს და ჩვენ იურისდიქციაში არიან კვლავ. და წარმოიდგინეთ, რომ სასულიერო პირი, რომელიც პირები, რომლებიც აფხაზურად ქადაგებენ ღვთის სიტყვას. რამ ხელამნიშნულობა ექნება ამ ყველაფერს, აი ანთიმოზივერიელი ჩვენი დიდი წმინდანი, იმიტომ არის წმინდანი ჩვენთვისაც და ეს მოლდაველი და რუმინელი ხალხისთვის, რომ მან შეუქმნა კი არა უпроსოდ გადაუთარგმნა სახარება და ბიბლია თავიანთ ენაზე. და მისი სიტყვებია, რომ ღვთის სიტყვა მოსმენილი 1000 სიტყვა მოსმენილი უცხო ენაზე ყოველთვის ჯობია მოსმენილი ხო ერთი სიტყვა საკუთარ ენაზე. საკუთარ ენაზე. ხო, ანუ და იგივე სიტუაცია მანდაც. თუ მიუშვით ასე ეს ყველაფერი, ну, ბუნებრივია შთანთქავს რუსული ენა ყველაფერს და იქნება ტოტალური რუსიფიკაცია და ну, მე რა ვიცი, მარტო ტერიტორიაზე ხო არ არის რა საუბარი, ჩვენ ვართ ერი, რომელიც გამოვირჩევით აი ამ შემწყნარებლობით, ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა მრავალფეროვნებით, ამ რაღაც მრავალ ენოვანობით, თბილისში 18 ენაზე საუბრობდნენ თავის დროზე და ეს არის ხიბლი ამ ქვეყნის და მე მგონია რომ არ უნდა იყოს ეს არავისთვის გასაკვირი, რომ ნებისმიერი რაღაც ჯგუფი ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები თუ კი მას გააჩნია საკუთარი ენა, ანუ მას უნდა კონდეს შესაძლებლობა, რომ საკუთარ ენაზე დაილაპარაკოს, ინფორმაცია მოისმინოს და ვიღაც ყავდეს ისეთი, ვინც მას საკუთარ ენაზე ერთ-ორ სიტყვას მაინც ეტყვის გამარჯვებას და ნახვამდის.
ანუ ეს მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. ეხლა ერთ მნიშვნელოვან თემაზე უნდა გადავიდეთ ბუნებრივია. ყოველ შემთხვევაში მე გამიჩნდა ეს შეკითხვა ჩვენი საუბრის მსვლელობისას, რომ აი თავიდან რომ ახსენეთ რუსული ცარიზმის პერიოდში გადაწყვეტილება იქნა მიღებული და იქვე განმარტეთ, რომ ეს გაკეთდა იმიტომ, რომ გავლენები ყოფილიყო აფხაზურ ნაწილზე. თუ თქვენ მოძიებული გაქვთ თქვენი პირადი არხები და ასე შემდეგ. ეხლა რა განწყობა შეიძლება მოუყვეს რუსეთიდან ამ ჩვენი ინიციატივას, გამომდინარე იქიდან, რომ მათ კვლავაც სურთ, რომ აფხაზებზე გავლენა ქონდეთ, ეხლა ალბათ იცით იქ რა მომენტებია, საკმაოდ დაპირისპირებულები არიან რუსეთის ოფიციოსთან, იმ მიწებთან დაკავშირებით, ბინადრჩენებლობასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ და აი ხა ჩვენი ეს ინიციატივა აფხაზების მხრიდან ალბათ აღქმული იქნება როგორც კეთილინების ჟესტია ნაბიჯი. მაგრამ აი ეს კვლავ რუსული იმპერიული ზრახობს რა უყოთ? ესე იგი მე მონაწილეობდი ერთ-ერთ შეხვედრაში ონლაინ Zoom-ის მეშვეობით, სადაც ეს იდეა გავეჟღერე და იქ დამიპირისპირდა არის ასეთი პოლიტოლოგი ანდრეი ტოკარევი, რომელმაც მითხრა, რომ აი წარმოვიდგინეთო გადაწყვეტილების მიმღების ადგილზე რო იყოთო თქვენო, რატო შეუწყობდითო ხელსო დერუსიფიკაციის პროცესო? აღარ წყალავენ რა პრინციპში. ხო, პირდაპირ ხო ეს მე არ მომწონს ეს სიტყვა დერუსიფიკაციაო, მაგრამ ანუ ვერაცდა ამ სიტყვას და დერუსიფიკაცია გამოიყენა ეს სიტყვა და ძალიანაც კარგი იყო რომ გამოიყენა და თავად რო თქვა, კარგი იყო. თავად რო თქვა, კი და მე ვუთხარი რომ ფაქტია რომ თქვენ ახორციელებთ ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიაზე, ამ ხალხზე. თქვენი ენის მეშვეობით კნინდება მათი ენა, ხდება გათქვეფა საერთოდ თქვენს სოციუმში, სასწავლებელთაც იქ მიდიან, პასპორტიზაციაც დაწყებულია, ჩვენთან მოდიან მარტო სამკურნალოდ და ანუ სიცოცხლის გადასარჩენად რა. ხო. ესეც რა უცნაურია რა, რომ გადასარჩენა და ბოლო ჟამს ქართველებთან მოდიან და მანამდე ყოფით პრობლემებს იქიდან აგვარებენ. კი ბატონო, ასეა და თუმცა ესეც საკმაოდ მტკივნეულია მათთვის ჩვენთან რომ მოდიან და შეიძლება ძალიან არც უნდათ, მაგრამ ძალიან არც უნდა და ბევრი ამას მალავს კიდეც, მაგრამ უკვე ერთგვარი ზეპირი შეთანხმება აქვთ შიგნით, რომ თუ მოხდა ისე, რომ სიკვდილის პირას ვარ მე ან ჩემიანი ახლობელი ვიღაცა, გამატარეთ, გამიშვით უპრობლემოდ და მერე შეიმუშავეს ერთგვარი თავის გამამართლებელი ისა პოზიცია, რომ ანუ თქვენ გეკუთვნით, რომ ჩვენ გვინკურნალოთ, არა. იმიტომ რომ დაჩაგრულები ვიყავით. ზოგი არის უღირსი ადამიანი და ამასაც კადრულობს, მაგრამ ისეთებიც არიან, ვინც სხვათა შორის იყო ერთი ადამიანი, ვინც ერთ-ერთ ინტერვიუში მადლობა გადაიხადა და შიგნით იქ რო ჩავიდა, მერე ბოდიში მოახტევინეს საჯარო და გული გაუსკდა იმას და დაიღუპა. ალბათ ისეთი შეურაცხყოფა მიაყენეს. ხო, ანუ ასეთი ფაქტები ხდება კი და მე დარწმუნებული ვარ, ბევრი ვინც გადმოდის საქართველოში სამკურნალო შეიძლება ქართულადაც ლაპარაკობენ. კი, რა თქმა უნდა, ბევრმა იცის ქართული, ახლა ახალგაზრდებმა ნაკლებად, მაგრამ ჩვენი თაობის ხალხმა იციან და ცოტა უფროსებმა. და ამ ტოკარევს დაუბრუნდები, რომ ესე იგი მე ვუთხარი, რომ ეს როგორც ჩრდილოკავკასიელები ძალიან დიდი რაოდენობა დანასლესავენ მეთქი თქვენს გამო, იმიტომ რომ დერუსიფიკაცია მათი იდენტობის ეს არის მეთქი დიდი საფრთხე მათი იდენტობისათვის, ისევეა აფხაზების მდგომარეობაც მეთქი და თუ ჩვენ მოგცემთ თან ისეც ვუთხარი, რომ ეს თქვენი სუვერენი ტერიტორია და მე აქ არ ვერევი, მაგრამ უბრალოდ მაინც მაგალითად მოუყვანე, რომ მარტო აფხაზები არ ყოფილიყო ამ თემის ცენტრში. და იგივე სიტუაცია მეთქი აფხაზების მხრივ და მათი იდენტობა ქრება, რადგან
თქვენ ასეთ ზეწოლას ახორციელებთ ყველანაირად მთელი თქვენი რესურსებით ცდილობთ ამ ხალხის გარუსებას და მოგვეცით საშუალება შერიგების, შეეწინააღმდეგებით ამ პროცესს და ბევრად უკეთესი იქნება სიტუაცია კავკასიაში. ასე გავეცი პასუხი და მართალია, იმიტომ ჩვენი უნდა ვეცადოთ და იმიტომ რომ არც ვეცადოთ და თან მხოლოდ რუსების კეთილნებაზე იყოს ეს ყველაფერი, ესეც არ გამოვა რა. იცით რა, აი ხვალ ახლა რაღაც ტექტონიკური ძვრები მოხდა გეოპოლიტიკაში და დიდ მოთამაშეებს აღარ აწყობს მაგალითად დაშლილი საქართველო და მათ მოუნდათ ჩვენი შეერთება. ესე იგი ეს ფაქტიურად ეს პროცესი შეიძლება ისე მოხდეს, რომ ჩვენ აფხაზებს არაფერს არ შეეკითხება. და შეიძლება არც ჩვენ არაფერი არ ვკითხოს. რომ აი ახლა ასე ჭირდებათ დიდ მოთამაშეებს, სუპერ სახელმწიფოებს და თქვენ დღეს უნდა შერიგდეთ, მაგრამ ეს იქნება ხელოვნური ქართულ-აფხაზური ურთიერთობის საკითხში. და თუ არ შევრიგდით გულწრფელად, სადაც აი ადამიანს გულწრფელად ჩაეხუტება და იქვითინებს მის მხარზე და ბოდიშს მოუხდის, ისიც, ესეც, ყველა მხრიდან, თუ არ იქნება ეს გულწრფელობა, ეს ხელოვნური სიტუაცია აგვიფეთქდება 10 წელიწადში, 20 წელიწადში, შვილებს და შვილიშვილებს დაუტოვებთ პრობლემას. ჩვენ ამ ცვლილებისთვის, რაც სავარაუდოდ შესაძლოა მოხდეს უახლოეს პერიოდში, უნდა ვიყოთ მზად. აუცილებლად. და კიდე არანაკლებ მნიშვნელოვანი თემა, ლევან. და მაგალითისთვის მინდა მოვიყვანო აწ-გარდაცვლილი ლევან პირველის ინტერვიუ მაქსიმ შევჩენკოს, უბრალოდ პირიქით და შევჩენკომ ძალიან კარგი საქმე გააკეთა იმ დროისთვის, როცა ჩართო რუსლან ხაშიგი და ინალ ხაშიგი. თუ ილან ხაშიგი და რუსლან ხაშიგი ჟურნალისტი იყო, ეხლა გამახსენდა ეს აფხაზეთის ომის დროს იქიდან ერთობოდა. და საკმაოდ საინტერესო გადაცემა გამოვიდა და ხაშიგიც ესეთი იყო, იმიტომ რომ ლევანი იყო ესეთი რა, დამყოლი კი არ იყო, აი მართლა ფაქტობრივად გაშალა ეს თელი თემა და დაანახა რომ ჩვენს იქით გზა არ აქვს, როგორც ჩვენს მათ იქით გზა არ გვაქვს მოლაპარაკების შემთხვევაში, რომ ომი არის წარმოუდგენელი, ძალი დაბრუნებაც არის წარმოუდგენელი და ლევანს ჰქონდა ძალიან კარგი არგუმენტი, რომ ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ. ერთხელ რაც ვიომეთ, საკმარისია. და ხაშიგმა ეს საკმაოდ ადეკვატურად აღიქვა, იმიტომ რომ მე ხაშიგის ინტერვიუ მაქვს ნანახი. აღარ მახსოვს ოღონდ რომელ პოდკასტში და ისე ძალიან ადეკვატურად ეს შეიძლება ითქვას პოზიტიურადაც კი ლაპარაკობდა ამ ყველაფერს. კი. არ იქნება უპრიანი, რომ აი ეს თქვენი მცდელობა, რომ დაუშვათ ერთი პოდკასტი თუნდაც რომ ვინმე მოვიწიოთ ან ნეიტრალური რუსი ექსპერტი, რომელიც კეთილად არის განწყობილი ჩვენს მიმართაც და მათ მიმართ თავად აფხაზი თუ ვინმე დაინტერესდება და საერთოდ რუსულ ენაზე რომ ჩავწეროთ ერთი კი არა, რამდენიც გნება, თუ ეს შესაძლებლობა, თუ თქვენ ამაში აზრს ხედავთ. კი, რა თქმა უნდა, თუ აი ხო ხედავთ, რუსულ ენაზე გვიწევს ჩაწერა, რო ვიცოდე აფხაზური, ჩავწერდით აფხაზურ ენაზე და ეს იქნებოდა ბევრად კარგი, მაგრამ სამწუხაროდ აფხაზური არ ვიცი. მაგრამ ჩვენ ვცადოთ რუსულ ენაზე და აი რას მიგოთ აი ამ პროექტზე. სიამოვნებით რუსულ ენაზე შემიძლია, რა თქმა უნდა და შეგვიძლია ჩავწეროთ და აი ეს ინტერვიუ ძალიან კარგი ინტერვიუ იყო, უბრალოდ დიალოგი ლევანსა და ინალს შორის. ლევანმა კარგი რამ უთხრა, რომ აფხაზეთი არის ყველაზე ძვირადღირებული სამხედრო ბაზა მსოფლიოში, მთელი აფხაზეთი. და რა არგუმენტირებულად დაუთვალა კიდეც მე მგონი სამხედრო ბაზის ნომერიც უთხრა და ეს ერთჩვენიერ დღეს უნდა გავხადოთ უსარგებლო ეს ბაზა. ქართულ-აფხაზური შერიგება უნდა იყოს საწინდარი იმისა, რომ ეს სამხედრო ბაზა გახდეს რუსეთისთვის უსარგებლო და გაიყვანოს. იმიტომ რომ ჩვენგან არ ექნება არავითარი საფრთხე. ჩვენ როგორც ქართველები, მართლმადიდებელი ქრისტიანები, არანაირი ინტერესი არ გვაქვს რუსეთთან დაპირისპირების. არც ინტერესი გვაქვს
არც საშუალება და ეს არის ძალიან პრაგმატული შეხედულება, რომ არ კონდეს რუსეთს ინტერესი იმისა, რომ საქართველოს მიწაზე იყოს სამხედრო ბაზა. თუ კი მოხდება იმგვარი შეთანხმება, რომ საქართველო დაიდება ხელშეკრულება, ფიცი, რაც არ უნდა იყოს, რომ საქართველო მინიმუმ 1000 წელიწადი არანაირი სურვილი არ ექნება რუსეთთან დაპირისპირება რაღაც მის წინააღმდეგ მტრულ ბლოკებში გაერთიანება და ასე შემდეგ. ოღონდ რუსეთი უნდა იყოს ის სახელმწიფო, რომელიც საქართველოს ამას თამამად ათქმევინებს და არავინ არ იქნება ისეთი, რომ აბა როდის შეასრულა რუსეთმა დანაპირები, როდის არ დაარღვია ხელშეკრულება, რაც სამწუხაროდ რეალისტური და რეალობაა. სამწუხაროდ და მე მახსოვს ესეთი განცხადებებიც თქვენს გემახსოვრებოდ. ჯერ შევარნაძის ხელისუფლების დროს ფოთაშოლის სააკაშვილის დროსაც კი გასჭვიოდა ხოლმე, რომ აფხაზეთისა და საქართველოს და საერთოდ საქართველოს გამხლიანების გასაღები დევს მოსკოვში. და ამას უბრალოდ ლოზუნგად ხმარობდნენ, მე ეს გაწყალდა ეს განცხადება, იმიტომ რომ ყველა მიხვდა, რომ ეს პიარისთვის იყო და სხვა არაფრისთვის. ბევრი ცდილობდა რუსეთთან თავის პირადი კავშირების გავლით რაღაცა პირადი ანგარებების მიზნად რაღაც საქმეები ეკეთებინა, მაგრამ ეხლა რეალურად ჩვენ მართლა აღმოჩნდით ამ მოცემულობის წინაშე. მე არ ვამბობ, რომ ეს პირდაპირ გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ იმას ასაც შეხა ჩვენ საქართველოში ვაკვირდებით, რომ ევროპის ელჩები რასაც რა საქმეს ჩადიან, ფაქტობრივად დესტრუქციას უწყობენ ხელს. არც ამერიკიდან გვწყალობენ. ეხლა თან ირონია ეს არის, რომ თქვენ ბერლინში ხართ და მე ნიუ-იორკში და ვსაუბრობ საქართველოზე. და ხო არის ესეც ეხლა, აბა რა არის ბედის ირონია და ამ ყველაფრიდან გამომდინარე დავრჩით დიდ გამოწვევებთან, ასე ვთქვათ, დიდი პარტნიორის გარეშე და გვიწევს რაღაცა ყველაზე ნაკლებად დამაზიანებელი არჩევანის გაკეთება, ხომ ასეა. და ყველაზე მნიშვნელოვანი ახსენეთ თქვენ, რომ რუსებს არ აქვს ჩვენი დობა, ანუ თვლიან, რომ როგორც კი ჩვენ ფეხზე დავდგებით, მოძლიერდებით, ან გავერთიანდებით, ან გაერთიანებისკენ ნაბიჯს გადავდგავთ, ესე ვთქვათ, ეგრევე ვიწყებთ დამოუკიდებელ მოქმედებებს და ვეკვრებით ხან ევროპულ სამხედრო გაერთიანებას, ხან მსოფლიოს, ხან შეიძლება სამხრეთ აღმოსავლეთიდან გავიხედოთ და მოკლედ არის ეს ისა რა ქვია, პოლიტიკური გაურკვევლობა და ამას ახლა ბუნებრივია ჩამოყალიბება ჭირდება და რატო გავაკეთე სამხელა შესავალი, რომ თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ხაშიგმა შეეკითხა ლევანს, რომ კონსტიტუციაში რო გიწერიათო ის ნატოში წინ სწრაფვა, ევროკავშირი და ასე შემდეგო. ჩვენ ვთქვათ, როგორ უნდა ვიცხოვროთ, როცა ჩვენი ამოვალი მზე ჩრდილოეთიდან არისო. და ლევანმა გასცა, მე როგორც მასწავლს, ევროპასთან დაკავშირებით გასცა ესეთი რამე, რომ 30-33 წლამდე ჯერ კიდე ბევრი რამეა გასაკვები და ევროპა არ იქნება თქვენსა და ჩვენ შორის განხეთქილება, იმიტომ რომ თუ ეს შედგება უკვე ჩვენს პირობებზე, იმიტომ რომ ეს ის ევროკავშირი აღარ იქნება და ნატოსთან დაკავშირებით იქ მე როგორც მახსოვს არ მინდა რომ შეცდომაში შევიყვანო მაყურებელი, რომ ჩვენ ამის გადახედვას ვაპირებთ. და აი ამ ორი მოცემულობას რა ეშველება, რაც კონსტიტუციაში გვიწერია. საერთოდ უზენაესი მიზანი რა არის საქართველოსი და ქართველი ხალხის ეს არის პირველ რიგში გასარკვევი. ანუ უზენაესი მიზანი თუ არის რაიმე კავშირში გაწევრიანება, ну მაშინ ესე იგი სწორი ჩანაწერი არის კონსტიტუციაში და სწორად მიიღო ქართველმა ხალხმა სწორად მისცა ხმა ამ ჩანაწერს თქვა და ამ პოზიციას. თუ კი უზენაესი მიზანი არის საქართველოს გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, მაშინ იმგვარი პოზიცია უნდა დავიჭიროთ, რაც მაგალითად საქართველოს დღეს, აი დღევანდელ დღეს, როდესაც მსოფლიო რაღაც დიდი გამოწვევების წინაშე დგას და
დიდი ძვრები არის და ეგრეთ წოდებული მულტიპოლარული სამყაროს შექმნას ვადევნებთ თვალყურს, თუმცა მე ამის ბოლომდე არ მჯერა, რა თქმა უნდა. მაშინ საქართველოს უნდა დაიჭიროს ისეთი პოზიცია, რომ კონდეს მიუმხრობლობის პოზიცია. ანუ არც კონკრეტული სახელმწიფოს წინააღმდეგი ვარ და არც თქვენთან მინდა რაიმე დაპირისპირება და ესეთი გაბუტვა, დანდურება, ესეთი მარტივი სიტყვები გამოვიყენოთ. ანუ ჩვენ მაგალითად როდესაც დაიწყო მაგალითად უკრაინაში ომი, რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ვიცით ხა ვინც ჩახედულია ამ საკითხში, რა როლის მინიჭება უნდათ საქართველოსთვის. ეს არის ჩემთვის მაგალითად 2x2-4-ია, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობიდან გადაინაცვლა სტრატეგიულ აქტივში, რომელიც არის გამოსაყენებელი მთავარი მოწინააღმდეგის დამარცხებისათვის. და ხა აგერ ხელთან აქვს მაგალითად დიდი საჭადრაკო დაფა ზბიგნევ ბჟეჟინსკის, სადაც ეს წერია პირდაპირ, რომ თუკი რუსეთი, ირანი და ჩინეთი გაერთიანდებიან ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ, თან ხაზგასმა არის, რომ ეს გაერთიანება არ იქნება იდეოლოგიური ერთობიდან გამომდინარე, არამედ იქნება ცხენებიდან გამომდინარე, ესე იგი ჰეგემონის მიმართ ცხენებიდან გამომდინარე. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გაააქტიუროს თავისი გეოსტრატეგია ყველა მიმართულებით. ამ ყველა მიმართულებაში არის კავკასიაც, ბუნებრივია და ჩვენ ვიმყოფებით ზუსტად იქ, სადაც ვიმყოფებით და გვაქვს ის პოტენციალი, რასაც ჩვენ გვაკერებდნენ, ასე ვთქვათ და გვეუბნებოდნენ, რომ თქვენ ამგვარად უნდა გააქტიურდეთ, უნდა გაამწვავოთ სიტუაცია. და ეხლა მაგალითად ჯონ მერშაიმერი რეალიზმის სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ჩვენი დროის ამბობს, რომ რუსეთის ტერიტორიის გარშემო ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია 6 მიმართულებით გაააქტიუროს კონფლიქტი. ერთ-ერთი არის სამხრეთ კავკასია. შესაბამისად ეს ჩახედული ხალხისთვის 2x2-4-ია, რომ ასე იყო და ეს ფუნქცია გქონდა და გვაქვს დღემდე და ის რომ თქვათ პაუზა არის აღებული ჩვენს მიმართ დღევანდელი ადმინისტრაციის მხრიდან ამის მაჩვენებელია ჩემთვის იგივე სიტუაცია რომ თქვათ არ ცხრება გარკვეული სახის დემონსტრაციები, ქუჩის გადაკეტვები, ასევე ამის მაჩვენებელია და მე ვფიქრობ, რომ პოზიცია ის რაც უჭირავს დღეს დღევანდელ ხელისუფლებას, იცით რა, კიდევ იმის თქმა მინდა, რომ მე მაგალითად 2012 წლის მე არ მიცხოვრია საქართველოში და ქართული ოცნების საქართველოში მე არ მიცხოვრია. როცა ჩავდივარ, ხდება გაუნჯობესებული გარკვეული თვალსაზრისით ინფრასტრუქტურა იქნება თუ ერთგვარი სოციალური ქცევებიც კი. მაგრამ არსებობენ უკმაყოფილო ადამიანები, რომლებიც რაღაცაზე საუბრობენ იქ, რომ ის არ მოწონთ, ეს არ მოწონთ და ეს სავსებით გასაგებია. მე ემიგრანტი ვარ და იქ რო არა ვარ ადგილზე ქვეყანაში, ბევრი რამ არ ვიცი. შესაბამისად, ობიექტური შემფასებელი შიდა მდგომარეობის ვერ ვიქნები. მაგრამ რასაც ვხედავ გარედან, აი ევროპიდან, მაგალითად ევროპის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის დამოკიდებულებას, ეს აშკარაა, რომ არის ერთი პირი აქ ამ ყველაფერს, რომელიც საქართველოს გამოყენებას ცდილობს საკუთარი მიზნებისათვის, იმიტომ რომ უკრაინა მართალია დიდი ქვეყანაა და მრავალმილიონიანია, მაგრამ რუსეთისთვის ალბათ საკმარისი არ არის. და თუკი უკრაინა მარტო არ ყოფნის რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხებას, რაც გაცხადებულია მაგალითად ლოიდ ოსტინის მიერ, ხო, ყოფილი თავდაცვის მდივნის მიერ. შესაბამისად, უნდა გამოჩნდეს ვიღაც ისეთი, რომელიღაც ქვეყანა, რომელიც დაეხმარება და რუსულ ძალებს გაყოფს. და
შეღავაც მისცემს უკრაინას და რაღაც ჯარის თუ ძალის დივერსიფიკაციას მოახდენს სხვა მიმართულებით. თუ ამას საქართველოს თავის თავზე არ აიღებს, მაშინ უნდა მოიძებნოს ვიღაც სხვა და ეხლა შეიძლება ეს მოლდოვა იყოს, შეიძლება რომელიმე ნატოს წევრი ქვეყანა იყოს, ვინ იცის, არავინ არ იცის, იმიტომ რომ გააქტიურება ხდება ყველა მიმართულებით. ალბათ ტრამპმა ხელები დაიბანა, თქვა რომ ჩვენ იარაღს მივაწვდით ევროპელებს და მათ შეუძლიათ მიყიდონ უკრაინელებს და ომი ალბათ გრძელდება, არ მთავრდება, კიდე გახანგრძლივდება, კიდე გაგრძელდება და კიდე უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, უფრო მეტი ნგრევა იქნება და საქართველოს უნდა იყოს ზუსტად იმ პოზიციაზე, რომელზეც იგი ახლა იმყოფება. სამწუხაროდ ამ მე-80 გენასამბლეამ ეგაჩვენა ყველაზე რეალურად, რომ ომი არ ჩერდება და აი ეს განცხადება, რაც საქართველოს კი არა, რაც უკრაინა-რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებით ტრამპმა განაცხადა, გუშინ ქალბატონ გამართან საუბრობდი ზუსტად ამაზე, ეს იმის ნიშანია, რომ ესე იგი იარაღის გაყიდვით ხეირობს და პლუს ამერიკის საქმეს ევროპა აკეთებს იმ ხრივ, რომ შავ საქმეს უკეთებს, ანუ რუსეთთან ოპოზიციაში ტოვებს ევროპას თავის სატელიტებთან ერთად და იარაღი აქვთ და ეხლა მიდით და იომეთ რა და ამას არ უჩვენს დასრულებას. როგორც ჩანს, არ მოხდა და ვერ მოახდინა ტრამპმა რუსულ-ჩინური ალიანსის გახლეჩა. იმიტომ რომ თუ ამას მოახერხებდა და რუსეთს თავის მხარეს დაიულებდა უფრო გააქტიურდებოდა ჩინეთის მიმართულებით, მაგრამ თუ კი ეს არ გამოვიდა და ახლა ამ ალიანსს კიდე აგერ ინდოეთი დაემატა, ესე იგი მიდის გამოფიტვის ომის წარმოება, რომელიც აი კარგად ჩანს, როგორ ხდება რუსული ნავთობაზების აფეთქება და საწვავის კოლაფსის გამოწვევა და შიდა არეულობების, ანუ შიდა არეულობების იმედზე და შიდა გადატრიალების და დამხობის იმედზე იმედად შეიძლება იყოს ახლა ვთქვათ ამერიკული სტრატეგია ამ შემთხვევაში. პარალელურად, რა თქმა უნდა, ბრძოლის ველზე ცეცხლი არ ჩაქრება და პარალელურად რუსეთის შიგნით იქნება ეს დივერსიები და 1000 რამ და სხვადასხვა ეხლა პესკოვი იყო გამოსული და უკვე SVO ამოიღეს სპეციალურად. დააგვერდით ხო, რომ უკვე ომსაბოლოო. უკვე ომი დასახელდა, ესე იგი გადავა უფრო მძიმე ფორმებში ეს ყველაფერი და უფრო მეტი ნგრევა იქნება ალბათ და უფრო მეტი მსხვერპლი და რუსებმა იციან რომ თქვათ მათ თუ წააგეს მათ არ დაადგებათ კარგი დღე ნამდვილად არც ხელმძღვანელობას, არც ალბათ დანარჩენ ქვეყანას და მიდის ეგზისტენციალური ომია რა, როგორც უკრაინისთვის, ასევე უკვე რუსეთისთვისაც და შესაბამისად ყველასთვის არის დიდი საფრთხეები, დიდი გამოწვევებია. მე და თქვენთვის კარგად ნაცნობმა კარაგანოვმა განაცხადა სალავიო ლაივში, ალბათ მოусმინეთ, რომ ფაქტობრივად დეკლარირება გააკეთა იმისა, რომ რუსეთი ემზადება ომისთვის და პრეზიდენტ პუტინმაც უკვე ომი ახსენა. კი, რა თქმა უნდა. სწორედ შენიშნეთ თქვენ, რომ ეს SVO უკვე ჩანაცვლა ბოლო ერთი კვირა უკვე, იმიტომ რომ ანკორიჯის შეხვედრამ როგორც ჩანს შედეგი ვერ გამოიღო, ვერც ამერიკელებისთვის, ვერც რუსებისთვის. ის კი არა, ინდოეთი და ჩინეთი უფრო დაახლოა ერთმანეთთან ტრამპის ამ არაადეკვატურმა და არათანმიმდევრულმა ნაბიჯებმა ალბათ და უბრალოდ ამერიკისაც აღარ ჯერათ, იმიტომ რომ როგორ არის ქართულად правопреемственность სამართალმემკვიდრეობა აღარ არის, იმიტომ რომ პრეზიდენტები რო იცვლებიან, შესაძლოა ტრამპთან ერთი ხელშეკრულება გაფორმდეს და მოვიდეს ვინმე ბაიდენის გავსი ან ობამას გავსი და ყველაფერი გადაიხედოს და ისევ კონფრონტაცია და ამიტომ მე მგონი ჩინეს და არგუმენტს უკვე ამერიკის უბრალოდ აღარც ჯერათ ალბათ.
საერთოდ თვითონ ტრამპი არის არაორდინალური პიროვნება, ბაიდენი და ობამა მაინც სისტემური პოლიტიკოსები იყვნენ და ტრამპი ეს არის ბიზნესმენი და გარიგებების ადამიანი და ანუ ბიზნესში როგორ არის ცით გარიგებას როცა დებ უკეთესი გარიგება თუ შემოგთავაზეს შეიძლება ის გარიგება პრინციპში ჩაშალო და გაამართლო ამას ბიზნესური ინტერესით. თქვა რომ ეს ბიზნესია და უფრო უკეთესი შემომთავაზეს. შეიძლება ასე რეპუტაციაც ილახებოდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბიზნესის სამყარო ასეთია. და დღევანდელ დღეს თუ კი ტრამპი თქვა მაგალითად ასეთ დამოკიდებულებას ამკვიდრებს, ერთ შეხვედრაზე იტყვის რომ ამას პატივსცე, მეორე შეხვედრაზე იტყვის რომ ის გასულელი, მოკლედ როგორც რა ლექსიკა როგორც ჩვევია, კი. რა ლექსიკასაც იყენებს და ასე შემდეგ, ბუნებრივია ნდობა არ იქნება და კიდე მეორე ჩემი აზრით ასეთი ხედვა ჩამომიყალიბდა, რომ ის რომ მაგალითად ინდოეთი შეუერთდა, თქვათ, რუსეთს და ჩინეთს, ეს არ ამგონია, რომ რაღაცა შეცდომის შედეგი იყოს ტრამპის. შეიძლება ეს მართლა გათვლა იყოს, რადგან იგივე ბჟეჟინსკის რაც უწერია, რომ წყენების შედეგად გაერთიანებული ალიანსი არ არის მყარი. იმიტომ რომ დასავლეთს მაინც ფასეულობები აერთიანებს. ფასეულობები მნიშვნელოვანია. ინტერესები სხვა არის და ფასეულობა სხვა არის. აი ინტერესი არის სუფთა ბიზნესური თვალსაზრისით, რომელიც შეიძლება დათმო ან რაღაცაზე გადაცვალო, ან უარი თქვა და ასე შემდეგ, მაგრამ ფასეულობა ის არის, რაზეც შენ დგახარ. იგივე მაგალითად აი რელიგია ვთქვათ, ხო? აი ქრისტიანული რელიგიის და ამღირებულების მატარებელი რაღაცა ერთობა და იქ წარმოიდგინეთ არის რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი, ანუ რა არის ამ ხალხის შემკვრელი? საერთოდ და ერთმანეთთან პრეტენზიები აქვს ტერიტორიალური და პლუს კიდე იდეოლოგიური. იქ აუცილებლად იერარქია უნდა ჩამოყალიბდეს. გამორიცხულია ისე და აი მულტიპოლარული სამყაროს ამჯერაო როცა ვახსენე, ზუსტად ასეა, ომი არ არსებობს 3-სა და 4-ს შორის. ომი არის მხოლოდ 2-ს შორის. და დაჯგუფებები, ვინ როგორ გადანაწილდება და ვინ ვის უკან დადგება, ეს უკვე არის მაინც ორ ბლოკს შორის დაპირისპირება და უფრო ტექნიკური საკითხია. ხო, და შესაბამისად რაღაცა თითქოს კარგად გათვლილი ფანდია, რომ ეს ხალხი ერთად ხალხი და ეს ქვეყნები სრულიად განსხვავებული კულტურების ქვეყნები ერთად შეიკრიბა და მათი აუცილებლად იერარქიზაცია მოხდება და ალბათ ჩინეთი მოექცევა სათავეში, ბუნებრივია. რაც რუსეთს არ მოეწონება. რუსეთი ახლა იქ მეორე ადგილზე უნდა იყოს თუ მესამე ადგილზე, ამაზეც გარკვეული ჭიდილი წავა და ასე შემდეგ და დასავლური სამყარო მაინც რაღაცა ერთი მონოლითი არის, ასე თუ ისე საბოლოო ჯამში მათი დაალაგება და ჩამოყალიბება შეიძლება და ალბათ გვექნება აი დასავლური ბლოკისა და ავტორიტარული დიქტატორული ბლოკების დაპირისპირება და ისევ იქნება სხვადასხვა იმიტომაც ახსენებენ, რომ გლობალური აღმოსავლეთი, თვითონ სიტყვა გლობალურიც ხო მაგას მეტყველებს, გლობალური სამხრეთი, გლობალური აღმოსავლეთი. კი. ხო, ეს ჰეგემონია შეიძლება დასავლეთის ჰეგემონია აღარ შენარჩუნდეს, მაგრამ ის რომ ეს სრულიად განსხვავებული კულტურები და რელიგიები ახლა ერთად დადგა, ისინი თუ არ დაალაგდნენ იერარქიაზე და თუ არ მოილაპარაკეს ვინ არის პირველი, ვინ მეორე და ვინ მესამე, იქ ცუდი ამბები დატრიალდება და არწმუნებული ვარ და ისევ დასავლეთი გამოვა გამარჯვებული. ჩვენ პატარა სახელმწიფო საქართველოს რა ვიცი, მე მგონი გადარჩენა პირველ რიგში არის გაერთიანებაში, ანუ ქვეყნის გაერთიანებაში, შერიგებაში და მე ჩვენი ადგილმდებარეობისა და ჩვენი პოტენციალის რაც გვაქვს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, აი ამ ხიდის როლის შესრულებაში თუ რა თქმა უნდა შეთანხმდნენ დიდი სახელმწიფოები ამ საკითხზე. თუ ჩვენ მოგვენიჭა ეს როლი თუ არა და კიდევ სადღაც გავლენის სფეროებში აღმოჩენა და
ისევ არც კი მინდა ამაზე ფიქრი, მაგრამ რეალურად რაღაცებს თვალი უნდა გავუსწოროთ და სხვათა შორის ახლა კიდე გადავეკიდე ამ ბჟეჟინსკის, მაგრამ აქ წერია ის, რომ თუ კი თურქეთი ვერ გახდება ნატოს წევრისა, უკაცრავად ევროკავშირის წევრი, თუ კი ამაზე ვარს მიიღებს საქართველოს და სასომხეთს მოუწევს ისევ გაძლიერებულ რუსეთთან გარკვეულ ურთიერთობებში შესვლა და გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთის ხო, ნუ ეს და თან კიდე ახლა თურქეთი რაღაც რეგიონალური სახელმწიფოდან გლობალურ სახელმწიფოდ გადაქცევას ეს ცდილობს. დიდი თურანის პროგრამის ტყუილა არ მოხდა ამის გააქტიურება და ნეო-ოსმანიზმი და რამდენი რამ ახალი შემოაქვს ხა რაც თავის. რა თქმა უნდა. იქ შუა აზიაზეა კიდე ვექტორები გადაწეული, რაც ისინი განსხვავებული პროექტებია, ასე ვთქვათ, თურანი და ოსმანიზმი, მაგრამ იყენებს ორივეს, იმიტომ რომ თავის ეგონომიკა რომელიც გამოუვა, მაგრამ ეხლა თურქეთის გლობალურად გადაქცევა, ნუ რომელ ქვეყნებს დაფარავს, აბა რთული გამოსაცნობი ალბათ არ არის. არ არის ნამდვილად. და სხვათა შორის ახლა აფხაზეთზე რო ვსაუბრობთ, თურქული სპეცსამსახურები ძალიან გააქტიურებულები არიან აფხაზეთის მიმართულებით და რუსული ბაზის გასვლა თუ არის ჩვენი ინტერესი, მაგალითად, ასევე დიდი ინტერესია თურქეთის და ერთი რამ არის აღსანიშნავი, რომ ის მუხაჯირები, როდესაც მეფის რუსეთმა გადაასახლა თურქეთში, ის ხალხი საკმაოდ გამრავლდა და დაახლოებით ამბობენ, რომ 300-დან 400,000-მდე არიან. ისინი ჩამოვიდნენ ომის შემდეგ დაახლოებით 93-94 წლებში ჩემი ინფორმაციით დაახლოებით 11,000 ადამიანამდე, მაგრამ ბევრი უკან გაბრუნდა, ახან ფეხი ვერ მოიკიდა. მაგრამ რაღაც რაოდენობა დარჩა და მათ დღეს ყავთ შვილები, რომელნიც არიან ძალიან ნაციონალისტურად განწყობილები და იყურებიან თურქეთისაკენ და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ეს კავშირები გააბან მათ თანამემამულებთან ერთად და ასე ფიქრობენ დემოგრაფიის წამოწევას, იმიტომ რომ აფხაზები არიან კლომადი, მარტო ენა კი არა, ასეთი კლომის პროცესში, არამედ დემოგრაფიული ზამთარი აქვს სერიოზული და შესაბამისად ასეთ ცდილობენ ამ დემოგრაფიის გაჯანსაღებას და გამრავლებას და რუსეთის ინტერესები, გეოპოლიტიკური ინტერესები სწორედ ეწინააღმდეგება მათ მასობრივ დაბრუნებას აფხაზეთის ტერიტორიაზე, რახან ესენი არიან სუნიტი მუსულმანები, სუნიტები მოგეხსენებათ არიან ჩრდილოკავკასიელები და ასეთი ხალხის რაოდენობის აგლომერაცია სუნიტური ისლამის რუსული ინტერესებისთვის, გეოპოლიტიკისთვის არის პირდაპირ საფრთხე. ჩვენთვის არის, მე მგონი, კატასტროფა ალბათ. და ის, რასაც ვთქვათ, რუსეთი არ უშვებს, ამ შემთხვევაში ჩვენი ინტერესიც არის. ხო, ჩვენი ყოფნა არ ყოფნის საკითხი დადგება. ანუ ჩვენი და რუსეთის ინტერესები ამ სეგმენტში იკვეთება. ჩვენ გახსოვთ ალბათ კარგად, ბოლო არჩევნები რო იყო აფხაზეთში, რამხელა გავლენა ჰქონდა რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა თურქულ გავლენებს, რომ რუსეთის ფედერაციის ფედერალურ არხებზე ამას ხმამაღლა ამბობდნენ. რომ როგორმე იქნებ დაუბლოკოთ ეს თურქული გავლენები, ნუ მათ თავიანთი ინტერესები ჰქონდათ, მაგრამ მე ეს რატო გამახსენდა, იმიტომ რომ ხას უსვამდნენ, უკვე აღარც იმალებოდა რა. დიახ. კი, ასე იყო. თურქეთს სხვათა შორის არც ყირიმი აქვს ნაღიარები და არც ბევრი რამ, იმიტომ რომ შორეულ პერსპექტივაში თulis რომ შესაძლოა რომ ის დაიბრუნოს ისევ და თქმა უნდა, შავი ზღვარო პატარაა და ჩვენსად ვიყოფებით, ამასაც დანახვა უნდა რა ბოლო-ბოლო რა. ანუ რუსეთის დასუსტება იქნება, დაშლა იქნება, რაც იქნება, ავტომატური პროცესია სხვა დიდი მოთამაშის გაძლიერების. ჩვენ ამ შემთხვევაში
ვისარგებლებთ თუ ვერ ვისარგებლებთ, ეს არის კითხვის ნიშანი. აი, როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ აი, რუსეთი რო დაიშლება, ჩვენ გავერთიანდებით, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ არის. ასეთი ხბოსახტკინებით ამ პროცესის შეხედვა, ჩემი აზრით, არ ღირს. იმიტომ რომ ჩვენ ხო გვაქვს გამონათქვამი დათვი რომ მოგერევა, ბაბაია უნდა დაუძახო და მოდით თქვათ, კარგით, ეს დათვი ალბათ რუსეთია, მაგრამ ბაბაია მამას რომელ ენაში იყენებენ? მამა რომელ ენაშია ბაბაია? ხო, თურქულ ენაშია. ხო და რუსულ იმპერიამდე ვისთან მქონდა საქმე და როგორ მქონდა, ეს უნდა გვახსოვდეს და ყველა იმპერია არის პატარა ქვეყნის მტერი, თუ კი მას აქვს ექსპანსიური და ასიმილატორული პოლიტიკა. არ არსებობს იმპერია, რომელიც ინდობდეს პატარა ქვეყანას, თუ კი მას ამგვარი ზრახვა აქვს. და ჩვენი გადარჩენა არის ჩვენი რწმენა და ჩვენი ენა. აი ეს არის ქართველი ერის გადარჩენის საწინდარი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს იმ ტერიტორიაზე, რომელზეც უდიდგანვე ვართ. ეგ არის, თუ არა, მაშინ ემიგრაციაში მოგეხსენებათ ქართველების შვილებს რა ემართებათ. და როგორ აკაც იგივეა, არ არის განსხვავება. როგორ კარგავენ ენას და მიუხედავად იმისა, რომ მშობლები ცდილობენ, მაინც იმიტომ რომ ამერიკულ სკოლაში რო ივლის, ამერიკულ სოციუმში ამერიკელი მეგობარი რო ეყოლება, ეხა რა თქმა უნდა. ლევან, თქვენ პროექტთან დაკავშირებით, ამალმაც შეიძლება ითქვას, მეც ჩვენ პროექტთან დაკავშირებით, მე თანამონაწილე გავხდები, იმედია, მე სურვილი მაქვს ამისა და კიდე ალბათ არაერთი ქართველი შემოგვიერთდება, რისი მოხარულიც ვიქნებით ჩვენ. აი ამასთან დაკავშირებით რამე ხომ გაქვთ კიდე სათქმელი და შემდეგ დავგეგმოთ და უშოთ როდის შეიძლება. კი ბატონო, ესე იგი სტრიმი გავაკეთოთ. ამ პროექტთან დაკავშირებით, რა ვიცი, ვინც მოგვისმენს, ვინც წაიკითხავს, მე გარკვეული სტატიებიც მაქვს ამ თემაზე, ანუ ადამიანმა უნდა დაჯდეს და ღრმად გაიაზროს, თქვათ, რომელ პარტიას ეკუთვნის. ომის პარტიას ეკუთვნის თუ მშვიდობის პარტიას? ხო, არ მიიღოთ პატივცემულო მაყურებლებო, სანომრე ნიშნიანი პარტიები აქვს ჩვენ. იდეოლოგიურ პარტიას გულისხმობ. ხო, თუ ადამიანი ეკუთვნის ომის პარტიას, იგი ემხრობა ომით დაბრუნებას დაკარგულის და ეს არის გზა სისხლის, ნგრევის და იმის ტრაგედიის. ჩვენ ახლა მაგალითად ეს რო გავაკეთოთ, აი პატარა სურათი რო დავხატოთ, ჩვენ ალბათ უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც ებრაელები იქცევიან. ან სრული განადგურება მოწინააღმდეგის, ან კიდე მათი ეთნოწმენდა. სრული გაყრა, სრული გაწმენდა ტერიტორიის. აი ესაა ომის პარტიის იდეოლოგია. იმიტომ რომ შენ თუ გინდა ომით დაიბრუნო შენი დაკარგული და თან ის ხალხიც იქ გინდა რომ იყოს, არც მათ განადგურებას აპირებდა, არც მათ გაყრას, მაშინ ის ადამიანები უნდა ყავდეს რაღაცა მეორე ხარისხოვან ადამიანებად, შენს გვერდით, რომელიც იქნება მუდმივი საფრთხე. ანუ იქ შვიდათ ადამიანი ვერ დაიძინებს, ხო? ვინც იქ დაბრუნდება, იმას პანჯარას ვერ დატოვებს ღიას სიცხეში, რომ ვიღაცა შემოგიძურს და ყელი არ გამოგჭრას. ეს არის ერთი მიმართულება. მეორე მიმართულება არის მშვიდობა, რომელზეც ჩვენ ვაგებთ იმედებს, რომ აი ჩვენ რო გამდიდრდებით და აღშენებლობა გვექნება და ისინი მუდმივ სიღატაკეში იქნებიან, დაივიწყებენ ყველაფერს და დაგვიბრუნდებიან, ასე არ ხდება, ასე არ მომხდარა და ალბათ არც მოხდება. ანუ აქ არის საუბარი იმაზე, რომ რა ნაბიჯი უნდა გადადგა იმ ხალხისაკენ, რომ მათ შეექმნეთ წარმოდგენა, რომ ქართულ სახელმწიფოში დაბრუნების შემთხვევაში იგი იქნება სრულფასოვანი მოქალაქე, თანასწორი ქართველთან, იქნება მისი ენის განვითარების პერსპექტივა და ორ სიტყვას მის ენაზე მაინც იტყვის. რაღაცას. აი
ხო და თუ ვიტყვით რომ ჩვენ მათ ყველაფერი მივეცით, კინო, თეატრი, რაღაცა, ხო? კი, იყო ასე, მაგრამ მაინც ის რახან განვითარება არ ხდებოდა მათი ენის და ჩვენი განვითარება შეუფერხებელი იყო ამ თვალსაზრისით, რახან გამართული ენა და დამწერლობა გვაქვს. პრობლემა არ აღმოიფხვრება, უნდა მოხდეს დეკირილიზაცია, გადასვლა ქართულ აფსუ ალფავიტზე, რაც ჩვენ აქ ვაჩვენეთ და ერთი საერთო საამბანო სისტემაში და ჩვენ საერთო სახელმწიფოში თანაცხოვრება. აი ეს არის შესაძლებელი და რაც შეეხება რუსულად გადაცემის ჩაწერა, რუსულად შეგვიძლია ჩავწეროთ 30 სექტემბერს, როდესაც ისინი ზეიმობენ გამარჯვებას. ჩვენზე გამარჯვებას და პრინციპში თავიანთ დამარცხებას, რა თქმა უნდა. და შეგვიძლია მაგ დროისთვის ჩავწეროთ და რუსულ ენაზე მაგ დროისთვის მივმართოთ და დაველაპარაკოთ ამ საკითხს. ხო, იმიტომ რომ იცოდნენ, რომ ჩვენი დამარცხება არ ნიშნავდა მათ გამარჯვებას. ისინი უარეს დღეში არიან ახლა. რა თქმა უნდა. ლევან, ძალიან დიდი მადლობა ესეთი შინაარსიანი მადლობა თქვენ. წემისთვის. ამდენი მასალა რომ მოგვაწოდეთ, ამდენი რამ, რაც მე პირადად ბევრი რამ არ უწოდი და მაყურებლებმაც შესაძლოა ბევრი რამ არ იცოდა. ის რო გავიგეთ და უბრალოდ მადლობა კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ ამხელა შრომას წევთ და ამხელა ემოციურ თქვენ მუღწდებთ იმაში, რომ ფაქტობრივად ჩვენს არამეგობრ ხალხს ამ ეტაპში ყოველ შემთხვევაში ესაუბრებით და მაინც თავს ძალას ატანთ, რომ აიტანოთ ის, რასაც იქიდან იღებთ და ამას აკეთებთ ზუსტად საუკეთესო მიზნების გულისთვის და იგივე თქვენი სამშობლოსთვის. ეს ნამდვილად მისასალმებელია. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა და ვაკეთოთ ეს საქმე. მე როცა თუ ვინმე თქვენ ცალკე მოიძიეთ, მე ცალკე მოვიძიებ, ვინმე თუ იქნება დაუშვათ ისეთი პიროვნება გნებავთ საქართველოში ჩავრთოთ ისიც შემოვიყვანოთ მესამე, მეოთხე პირად არ არის პრობლემა. თუ რუსეთის ტერიტორიაზე ვინმე იქნა, ვინც ამ ჩვენ სამშვიდობო საქმეში გვერდში დაგვიდგება, ისინი შემოვიყვანოთ ეთერში და მოკლედ ვაკეთოთ ეს საქმე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და საუკეთესო სურვილებით, გემშვიდობებით და მოკლედ უღრმესი მადლობა. 30-ისთვის დავგეგმოთ უკვე ეთერს მიღმა რა და როგორ გავაკეთოთ. აბა გემშვიდობებით და თქვენს მაყურებელს ვემშვიდობები. დიდი პატივისცემით. კარგით, მოდით მაშინ სტრიმი დავასრულოთ. ერთი წამით. აბა კარგად ბრძანდებოდეთ პატივცემულო მაყურებლებო და მსმენელებო.